დავუბრუნდით პირდაპირ ეთერში, დავუბრუნდით სტუმართან ერთად, ეთერს მიღმა რაღაცები მოვიხილეთ და ბევრი საინტერესო გვაქვს თქვენთვის მოსაყოლი, როგორც იგვეთება. ვაჟა ვაჭარაძე, იქიმი, ენდოკრინოლოგი და თემა გახლავთ პოპულარული დიეტები. მოგესალმებით. მოგესალმებით. იმედია რომ უკვე კარგად გრძნობს თავს, იმიტომ რომ რაღაცნაირად ეთერს მიღმა უკვე გავშინავდით. ბაზა მოვამზადეთ. კი ბატონო, ბაზა მოვამზადეთ. ძალიან ბევრი დიეტის შესახებ გვსმენია, 1000-ნაირი ვარიაცია ამ დიეტებისა. თუმცა მე მაგალითად ძალიან სკეპტიკურად ვარ ხოლმე განწყობილი და ახლაც აღვნიშნე რომ მაგალითად ერთ-ერთი არის კეტო დიეტა, რომლის მიმართად ჩემი დამოკიდებულება არის ძალიან ურაზროვანი, ვერ ჩამოვყალიბდი, ვემხრობი, არ ვემხრობი და მოკლედ ბევრი კითხვის ნიშანი არის ჩემ შემთხვევაში ალბათ მაყურებლის შემდგომში. კარგია რომ დღეს ბევრი დრო გვაქვს. კი ბატონო, შეგვიძლია რომ მივყვეთ თითოეულს და კონკრეტულად ვისაუბროთ, ასე რომ ვინც ორშაბათიდან დიეტას იწყებს და აპირებს და ჯერჯერობით არ მიუღია საკვები, მოგვისმინოს და არჩიოს შემდეგ არჩიოს რომელი დიეტით იწყებს ამ ორშაბათს, მეგობრებო. მოკლედ, მინდა რომ დავიწყოთ კეტო დიეტით. რას გვეტყვით კეტო დიეტაზე, რამდენად უსაფრთხოა და ვისთვის არის ხელსაყრელი ეს დიეტა? კი ბატონო, მოგესალმებით კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა მოწვევისთვის და დილამშვიდობა ყველას, ჩვენ ყველა მაყურებლებსაც მათ შორის. ესე იგი, დავიწყოთ კეტო დიეტის კუთხით, ხო, რადგან ძალიან მნიშვნელოვანი არის მით უმეტეს ახალი წლის პერიოდი იყო ჩვენთან და საქართველოში ახალი წელი საკმაოდ დიდი ხანი გრძელდება. პერიოდის და პერიოდის. ძალიან აქტუალური არის სხვადასხვა სახის დიეტის გამოყენება. კეტო დიეტა, რადგანაც ახსენებ, პირველ ყოვლისა ძალიან მნიშვნელოვანი არის კონკრეტული ინდივიდი. ანუ რა мотиваცია არის, საიდან ვიწყებთ და კონკრეტულ ადამიანს თუ აქვს რაიმე თანხლები, პათოლოგიური დაავადებები. აქედან გამომდინარე ხდება შერჩევა კონკრეტული დიეტის. თუ ლაპარაკობთ კეტო დიეტაზე, კეტო დიეტის კუთხით მთავარი ამოსავალი წერტილი არის ის, რომ ამ დროს ხდება ნახშირწყლების მკვეთრი შეზღუდვა. დაახლოებით 50 გრამი და ნაკლები დღის განმავლობაში. მარტივად რო ვთქვა, თითქმის 5ჯერ იზღუდება ნახშირწყლების რაოდენობა და აქცენტი კეთდება უფრო ცილაზე და ცხიმებზე. ანუ აქ ხდება ჩვენი ორგანიზმის გადართვა იმ კუთხით, რომ ენერგიის წყაროს გამოყოფა ხდება ცხიმოვანი მჟავების ხარჯზე და ნახშირწყლების. შესაბამისად, ეს არის საკმაოდ დიდი გამოწვევა ჩვენი ორგანიზმისთვის და აი აქ უკვე მნიშვნელობა აქვს რა სახის, ანუ რა პროფესიის თუ რა მდგომარეობაში ყოფი ინდივიდი დაკავდება კეტო დიეტით. აი ვინ უნდა დაკავდეს მაშინ კეტო დიეტით? საინტერესოა. ეს პირველ რიგში არის შედარებით უფრო ჯანსაღ ცხოვრების წესზე მყოფი ადამიანი, იქნებიან ეს ათლეტები, მოცურავე, ველო, რბოლელი თუ დღესდღეობით ძალიან აქტუალური და პოპულარული გახდა შერეული საბრძოლო ხელოვნებები. ამ დროს ხდება კონკრეტული, ასე ვთქვათ, ბრძოლისთვის კონკრეტული წონის დაფიქსირება, ანუ კლების კუთხით. და კეტო დიეტის გამოყენება სწორედ გავსი სპორტსმენებისთვის იქნება ათლეტებისთვის. მაგრამ ეს არის ძალიან საინტერესო. მე რამდენად მსმენია კეტო დიეტის დაცვის შემდეგ ძალიან ეფექტურად დაკლებული კილოგრამები, ასევე ძალიან ეფექტურად, ძალიან მალევე იმატებს. პრობლემა არის. კი ბატონო, ზოგადად არის ეს პრობლემა, მაგრამ რაღაც ეს გამოკვეთილი არის ეს კეტო დიეტის შემთხვევაში. ამაზე რას გვიტყვით, რამდენად რეალურია და სწორად თუ მივხედავთ ამ ამბავს, რამდენად შესაძლებელია რომ ასევე მარტივად აუკრიფოთ ეს კილოგრამები. ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი არის, მაგრამ ამ შემთხვევაში მაინც და მაინც კონკრეტულ დიეტას ვერ ვიტყოდი, რომ ახასიათებს წონის მკვეთრი მატება კვლავ. იმიტომ რომ ამ შემთხვევაში საჭირო ხდება ისევ და ისევ ზოგად მეტაბოლიზმზე წარმოქმნის შექმნა ადამიანის კუთხით, რამდენი კალორია ჭირდება მას და წონის შენარჩუნებისთვის რა ტაქტიკას მიმართოთ. ეს არის ამოსავალი წერტილი და როგორც წესი, შესაბამისი ნუტრიციოლოგის თუ ენდოკრინოლოგის დახმარება ჭირდება თითოეულ ადამიანს. აქ საქართველოში უკვე დამკვიდრდა ამის კულტურა, რომ მხოლოდ ადამიანები არ წყვეტენ ინდივიდუალურად, თქვათ, საკუთარ წონის კლებას, უმეტეს შემთხვევაში მაინც მიმართავენ ხოლმე, იმიტომ რომ აი ესა თუ TikTok-ზეც ძალიან ბევრი ადამიანი, ეს ძალიან კარგია TikTok-ზე, სოციალურ ქსელში ზოგადად ძალიან ბევრი ადამიანი გამოჩნდა,
რომლებიც არც სამედიცინო განათლებით არიან წარმოდგენილი, არც ნუტრიციოლოგები არიან, არც რაიმე შემხებელობა ქონიათ, გარდა იმისა, რომ თავად მათ აწუხებდათ ზედმეტი კილოგრამები და მათ ინდივიდუალურად თავიანთ თავზე მორგებული დიეტები შეიმუშავეს და ახლა ამ დიეტებს საზოგადოებაში ავრცელებენ ხმამაღლა და გვაჩვენებენ შედეგებს, როგორ დაიკლეს მათმა შემუშავებულმა დიეტებმა. მესმის, რომ რაღაც ინდივიდების შემთხვევაში, როდესაც საკუთარ ორგანიზმს კარგად ფლობ, იცი, უსმენ და ასე შემდეგ, შესაძლოა იპოვო მეთოდები, მაგრამ რამდენად სწორია ფართო საზოგადოებას ბრჭყალებში თავს მოახვიო დიეტები, რომლებიც შენ თავად გაქვს შემუშავებული. ან თუ თქვა რისკის ქვეშ აყენებს საკუთარ როგორც არის. შესაძლოა საკუთარ თავზე კარგად მოქმედებს და საკუთარ თავზე ესე რომ ვთქვათ, ცდებს ატარებ, მაგრამ რამდენად სწორია რომ ფართო საზოგადოებას ამას უზიარებთ. ცალსაღად არამც და არამც არ შეიძლება ისეთ სათუთი თემა ეს და თუნდაც კეტო დიეტებზე, როდესაც ვსაუბრობთ, კეტო დიეტაზე, როდესაც ვსაუბრობთ, არის კატეგორია ადამიანების, ვისთვისაც არ შეიძლება ამ დიეტის დაცვა. თუ არის ორსული ადამიანი, არა, ნახევრის გარეშე არ შემიძლია ცხოვრება და იმიტომ, ეს არის ერთ-ერთი მთავარი თქვენ როგორც ახსენეთ. მე თუ დღის მანძილზე შოკოლადის და ტკბილის დოზა არ მივიღე, ჩათვალეთ რომ არ ვები ფუნქციონირებ. მე ესე მგონია, ეს ეგ არის. არ ვიცი, 30 წელია. არ არის საჭიროება და ამიტომ შენთვის ვერ აწვდის სწორად, თორემ დამინჯერე ალბათ რედაქციას მიცდია და ვერ ვამ. მე მგონი რომ ის შემთხვევა, როდესაც ადამიანი ნაკლებად ამბობს უარს სასურველ საკვებზე, ეს არის ინტერვალური შიმშილი, რომელიც ვფიქრობ რომ ყველაზე პოპულარული არის ბოლო პერიოდში. ძალიან დიდი ხანია თან უკვე და ძალიან ბევრი ადამიანი მიმართავს. ეს იქნება 18 საათიანი, 24 საათიანი, 5-2-ზე და ასე შემდეგ. აი რისთვის არის ეს დიეტები უფრო მეტად ესეთი მიმზიდველი? დროში შეზღუდული კვება. ანუ კეტოსგან განსხვავებით და უბრალოდ კეტოზე იმას დავამთავრებდი, რომ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი არა მარტო ორსულებისთვის, არამედ იმ პაციენტებისთვის თუ ინდივიდებისთვის არ არის სასურველი კეტოს დაცვა, ვისაც თირკმლის უკმარისობა აქვს, ღვიძლთან დაკავშირებული პრობლემები აქვს და ნაღლის ბუშტი, ასევე მათი სუსტი წერტილი არის. რომ ზედმეტმა ცხიმმა კიდევ უფრო მეტი პრობლემა გამოიწვევს. ეგ მნიშვნელოვანი მომენტი არის შესაბამისად, ის ფოლოვერი ხარ ვინმესი თუ არა და იმის რჩევა ესე ბრმად არ უნდა გაითვალისწინო. ეხლა რაც შეეხება დროში შეზღუდულ კვებას, ეგ ძალიან პოპულარული დიეტა არის და ჩვენი კუთხითაც, ანუ ნაკლებ სახიფათო არის, მაგრამ აქაც არის რამდენიმე ნიუანსი, რაც უნდა გავითვალისწინოთ. ანუ დროში შეზღუდული კვება პირველ რიგში უფრო მოგწონს, იმიტომ რომ ესეთი გამოხატული მკვეთრი გვერდითი მოვლენები არ ახასიათებს. აი რა დროსაც მაგალითად კეტოს შემთხვევაში შეიძლება იყოს ეს აცეტონის სუნი გამოხატული თავბრუსხვევა, თავის ტკივილები. ხო? აი თუნდაც იცევა ის სპორტულ ღონისძიებებს თუ შევეხებით, აი წონის დაფიქსირებასთან დაკავშირებით ხშირად გვინახავს კონკრეტული ათლეტი, რომ თითქოს ბარბაცებს ძლივს დგავს ფეხზე. არა მხოლოდ ეს წონის კლებას უკავშირდება, არამედ კეტო დიეტის ერთ-ერთი თანხმლები მოვლენაც არის. და რაც შეეხება ინტერვალურ შიმშილს, ამ შემთხვევაში ესეთი გამოხატული გვერდითი მოვლენები, როგორც წესი, არ ახასიათებს. მეც ძალიან მომწონს ესე გვერდიდან, ანუ არ ყოფილა ინტერვალურ შიმშილზე, მაგრამ რომ არ უნდა აწონო საჭმელი, კაცი. ხო, შეზღუდვა თითქოს ნაკლები არის. ასე განსაზღვრული რაღაცა ფურცელში რო არ იყურები ახლა ჭამი იწევს. ძალიან დიდი პლუსი. აი რა აქვს უარყოფითი მაშინ? მე მგონი დადების ოხრხშიაც საუბრობენ ხოლმე და აი უარყოფითის კუთხით ფსიქოლოგიურად ძალიან კარგი არის ეს დიეტის სახეობა, იმიტომ რომ ხო აი ზუსტად კონკრეტულ რიცხვებზე დროზე აქცენტს არ აკეთებ და ეს ერთგვარი შვება არის. რაც შეეხება უარყოფით მოვლენას, ამ შემთხვევაში არის განსაკუთრებული რა ერთი ორსულობის დროს სასურველი არ არის ინტერვალური შიმშილის დაცვა და მეორე აქ უკვე კვებითი ფსიქოლოგების კუთხით უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ თუ ადამიანს აქვს მაგალითად მიდრეკილება, ეგრეთ წოდებულ binge eating-ისკენ, ანუ ერთ-ერთი კვებითი აშლილობა არის, მაგ შემთხვევაში ჯობია ინტერვალურ შიმშილისაგან თავი შევიკავოთ. ერთი რაც მინდა დავამატო ინტერვალურ შიმშილზე, ძალიან მარტივად გამომუშავდება ჩვევად. ორგანიზმი ძალიან მარტივად ეჩვევა. მიუხედავად იმისა, რომ ასე განსაზღვრულად მე არ გადამიწყვიტავს, რომ რაღაც ინტერვალურ კვებაზე ყოფილიყავი, ასე გამოვიდა ჩემი ცხოვრების რიტმიდან გამომდინარე, რომ
უკვე კონკრეტულ ერთი და იმავე დროს მშივდება. მაგალითად, შუადღის პირველ საათზე და საღამოს დაახლოებით 5 საათისთვის. ეს რამდენად შეიძლება ჩაითვალოს ინტერვალურ კვებად და ინტერვალურ კვებაშიც თუ შეგვიძლია განსაზღვროთ ასე თუ ისე დოზები და კალორაჟი, რომელიც ხელს შეგვიწყობს გავხდეთ. მე მაგალითად ეს ყველაფერი მეხმარება იმაში, რომ უბრალოდ წონა შევინარჩუნო. აი, გახდომასა და წონის შენარჩუნებას შორის რა პარალელი და სხვაობა არსებობს? კი ბატონო. აქაც უშუალოდ мотиваციაზე არის დამოკიდებული ყველაფერი, ხო? რა мотиваცია გაქვს, საიდან ვიწყებ და თქვენი, ასე ვთქვათ, მეტაბოლიზმი რა მდგომარეობაში არის, ნივთიერება ცვლა. რამდენი კალორია გჭირდება წონის შესანარჩუნებლად და რამდენი გჭირდება მის დასაკლებად. რატომაც მოგწონს ინტერვალური შიმშილი, თქვა და 5-2-ზე მიდგომა, რადგანაც ახსენე. შეიძლება მაგათი გაერთიანება რა კუთხით? თქვენ იღებთ დღიურად 5 დღის განმავლობაში იღებთ იმ კალორიებს, რაც გჭირდებათ წონის შესანარჩუნებლად, საშუალოდ 2000 კალორია და 2 დღის განმავლობაში ოღონდ ზედიზედ 2 დღე არ უნდა იყოს. რა საკვირის მანძილზე გადანაწილება. 3-4 დღეში ერთხელ შეიძლება ესე ვთქვათ, იღებ დაახლოებით 600-დან 800 კალორიამდე. კი, ფაქტობრივი შიმშილია. კი, ერთგვარი გამოწვევა ორგანიზმისთვის, მაგრამ რადგან 5 დღე ჩვეულ რეჟიმში ცხოვრობ, ანუ კვირა რო ავიღოთ საშუალოდ 14000 კალორიის მაგივრად, გამოგივათ 11600, სადღაც ეს. Ну, და საბოლოო ჯამში შორეულ პერსპექტივაში ეგ ძალიან კარგ შედეგს გაძლევს წონის კლების კუთხით. რა უნდა ვიცოდეთ შედარებით. ჩემთვისაც ყველაზე მომხიბვლელი ინტერვალური შიმშილია. მესმის რა. მაგრამ ჭირდება. ძალიან დიდი ჭირდება რა ეჭვმეპარება, მაინც გეცოდინება. ძალიან დიდი მადლობა, ეს დავაიმედებლად ჭყეს დავივლად ეს ყოველივე, იმიტომ რომ მგონია რომ დიეტა ჩემთვის აბსოლუტური, ანუ აბსურდია, იმიტომ რომ ალბათ ესე, მაგრამ რომ დამჭირდეს აუცილებლად შევძლებ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს უბრალოდ ფსიქოლოგიური ფაქტორია. მაგრამ ძალიან საინტერესოა იმ მაყურებლისთვის, რომელსაც შეიძლება ჭირდება დიეტა, რა უნდა ვიცოდეთ საკუთარ ორგანიზმზე, მანამ სანამ გადავწყვეტთ, რომ ვიდიეტოთ. ზოგადად ნუტრიციოლოგთან ვიზიტი, დიეტოლოგთან ვიზიტი, ასე თუ ისე არის ფუფუნების საგანი, იმიტომ რომ არის გარკვეულ თანხებთან დაკავშირებული. ზოგჯერ ამის გამო ადამიანები თავად გამოხატავენ ინიციატივას, თვითონ თავიანთ თავს თვითონ უწერენ დიეტებს და ასე შემდეგ. რა უნდა ვიცოდეთ ასეთ შემთხვევაში, თუ ისევ ჩვენით ინდივიდუალურად და სახლის პირობებში გვინდა რომ მივაღწიოთ სასურველ შედეგს, ის ელემენტარული, რაც გასათვალისწინებელია და რა უნდა ვიცოდეთ საკუთარ ორგანიზმზე. კი ბატონო. რადგანაც თქვით, რომ აი თითოეულ დიეტის არჩევისას საჭირო არის ინდივიდუალური მიდგომა, შესაბამისად, როდესაც შესაბამის სპეციალისტს მიმართავ, გარკვეული ანალიზების ჩატარება გიწევს ყველა ვარიანტში და პირველ რიგში საჭიროა ორი ორგანოს ნახვა, ამ შემთხვევაში ღვიძლი რა მდგომარეობაში არის და თირკმელი. რომლებიც სხვადასხვა მავნე ნივთიერების დეტოქსიკაციაზე არიან პასუხისმგებლები და მინიმუმ წარმოდგენა მაინც უნდა ქონდეს ამ ორგანოზე რა მდგომარეობაში გაქვს. გარდა იმისა, რომ თქვათ ორგანიზმის თქვათ საწვავი, რკინა ან ბეჯგუფის ვიტამინები რა მდგომარეობაში არის, სასურველია განისაზღვროს, იმიტომ რომ თქვათ რაღაც ცილოვანი პროდუქტების შეზღუდვამ კიდევ უფრო არ გაუარესოს ეს მდგომარეობა. მაგალითად, არანაირი პრობლემა არ არის, არაფერი არ მაძუხებს. ანუ ამას როგორ ეს არ არის პასუხი, ხო? ანუ ეს გვინდა რომ დავაკონკრეტეთ. მაგრამ დეტალური ანამნეზის შედეგად, როდესაც ექიმი გამოკითხავს პაციენტს დეტალურად მის ჯანმრთელობის შესახებ, წარმოადგენას რა თქმა უნდა იქმნის. ერთი დეტალი, რომელიც დღეს გავიგე და ამ დიეტასაც მინდა რომ შევეხო, იმიტომ რომ მართლა პირველად გავიგე, შენ თქვი რომ შენთვის მარტივი იქნება 18 საათიანი, თქვენ საჭიროების შემთხვევაში და ჩემთვის მე მგონი ხმელთაშუა ზღვისპირეთის დიეტა იქნება უფრო მიმზიდველი, იმიტომ რომ რატომ ახლა ძირითადად ალკოჰოლი იზღუდება ხოლმე დიეტების დროს, ну, სასტიკად აკრძალულია ხოლმე. თუმცა ამ შემთხვევაში როგორც ჩვენ კადრის მიღმა ვისაუბრეთ, ღვინო გარკვეული რაოდენობით არის დასაშვები. მართლა პირველად გავიგე ამ დიეტის შესახებ და რას წარმოადგენს ის? წარმოადგენს უყურებელს საკუთარ თავზე, იმიტომ რომ არა, უყვარს ქართველებს, აი თქვენ ზუსტად ეს თქვით, რომ კი, ქართველებისთვისო უფრო მიმზიდველიაო და აი რატომ არის ეს დიეტა ქართველებისთვის? სანამ ამ კითხვაზე ვრცელ პასუხს მოვისმენთ, მანამდე მინდა გკითხოთ მითია თუ რეალობა ჩვენ კადრის მიღმა კი აღვნიშნეთ, მაგრამ მაყურებელსაც ვუთხრათ მითია თუ რეალობა ის, რომ ღვინო, წითელი ღვინო ამ შემთხვევაში
შემთხვევაში კალორიებს წვავს, იმიტომ რომ ესეც საკმაოდ გავრცელებული წინადადებაა და ძალიან ბევრი ადამიანი მიირთმევს იმის გამო, რომ დაწვას კალორიები და რამდენად შეგვიძლია დავეყრდნოთ. დიეტაც არის მე მგონი წითელი ღვინის, მაგრამ ამ შემთხვევაში მგონი მხოლოდ ღვინოს მიირთმევენ და ნებისმიერი რამ დაწვავს კალორიებს ამ შემთხვევაში. ზუსტად, ეგ მომენტი არის. ანუ რადგანაც ეს საკითხი გაისვა, ვიტყვი რომ მითი არის. მითი არის, რადგან წითელი ღვინო ცხიმის წვას ხელს არ უწყობს, მაგრამ თავის დადებითი ეფექტები აქვს და რადგან ის სასარგებლო სხვადასხვა პოლიფენოლებს ნივთიერებებს შეიცავს, რომელიც ანთების მარკერებს, სხვადასხვა ანთების მარკერის შემცირებაში გვეხმარება, რაც ზოგად ფონს ნივთიერებათა ცვლის კუთხით აწესრიგებს. ეგ პლუსი ცალსახად არის. მაშინ ახლა დავუთმოთ. თუმცა მითია, ამაზე შევთანხმდით. კი ბატონო. გადავიდეთ ახლა ამ ხმელთაშუა ზღვისპირეთის დიეტაზე. ანუ ეს შეიძლება ითქვას, რომ დიეტა იმდენად არა, რაც ცხოვრების წესი არის და აქ უკვე დაკვირვება იყო იმ ქვეყნებზე, რომელიც ხმელთაშუა ზღვის პირეთში არის, ასე ვთქვათ, იტალია, საბერძნეთი, ესპანეთი და დადგინდა, რომ აქ მოსახლეობის მხრივ კარდიოვასკულარული ან გულსიძახთა სისტემის მხრივ დაავადებების მაჩვენებელი ბევრად მცირეა სხვა ქვეყნებთან შედარებით. არა, იტალიაში ძირითადად პიცას მიირთმევენ და ამ დიეტის შემთხვევაში როგორ ხდება პასტა და პიცა? აქ აქცენტი კეთდება რაზე? ანუ რა სახის ცხიმებს ვიღებთ? არის შედარებით საზიანო ცხიმები, ეგრეთ წოდებული ნაჯერი და ტრანსცხიმები, როგორიც არის საკონდიტრო ნაწამში, სასუსნავებში, რომელსაც ვადაქვს რამდენიმე წელი და მეტი, ასე ვთქვათ, მაღალცხიმიან რძის პროდუქტებში, შესაბამისად, ანუ ამათზე გვიწევს შედარებით უარის თქმა და აქცენტი კეთდება შედარებით სასარგებლო ცხიმებზე, მონო და პოლიუჯერზე, როგორიც არის მაგალითად ზეითუნის ზეთი, თხილეული, თევზეული და ზღვის პროდუქტები. კიდევ, რადგან ზღვის პროდუქტები ვახსენეთ, ამ შემთხვევაში რა სახის ხორცს ვიღებთ, მაგას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა თუ გულისხმობთ ხმელთაშუა ზღვის დიეტას. ანუ აქცენტი კვირაში დაახლოებით 3-4 ჯერ კეთდება თევზზე და ზღვის პროდუქტზე. როდესაც ძალიან იშვიათად ამ კვირაში ერთხელ არის ნებადართული წითელი ფერის ხორცის მიღება. ეგ დიდი სხვაობა არის, მაგრამ საქართველოსთან რო შევადაროთ, როგორც წესი, ჩვენ შემთხვევაში წითელი ფერის ხორცის გამოყენება ხდება და ზღვის პროდუქტებზე აქცენტი შედარებით ნაკლებად. ასევე რა სახის ნახშირწყლებს იღებ, ამას აქვს უდიდესი მნიშვნელობა, ანუ რაფინირებული ნახშირწყლები, ეგრეთ წოდებული, რაც სასუსნავებში და საკონდიტრო ნაწამში არის და რაც ტიპიური ქართველის რაციონის 20-30% შეადგენს, ამ შემთხვევაში ხმელთაშუა ზღვის დიეტაში დიდად გამოყენებული არ არის. და აქ ხდება მხოლოდ თლიანი მარცვლეულის გამოყენება, ჭვავი, შვრია ან კატო, ან ასე ვთქვათ, რთული ნახშირწყლების. ამ შემთხვევაში გაღვივებული მარცვალი უნდა გამოვიყენოთ? გასაგებია. და კიდევ ერთი რაც მაინტერესებს, თუ შეიძლება სტატისტიკურად განსაზღვროთ, რატომ ხდება ისე, რომ ძირითადად აი საქართველოში მაგალითად მიიჩნევა, რომ წითელი ხორცი უფრო ხშირად უნდა მივირთვათ, ვიდრე თევზი. და რა სხვაობას გვაძლევს ეს ორი? ანუ რატომ ითვლება ეს ცოტა უცნაური კითხვა არის, მაგრამ შეიძლება ითქვას იმიტომ, რომ წითელი ფერის ხორცი ცოტა უფრო დიდი რაოდენობით რკინას შეიცავს და ამ კუთხით ითვლება, რომ უფრო სარგებლის მომტანი შეიძლება იყოს, მაგრამ თუ აქცენტს ვაკეთებთ გულსიძახთა სისტემის ჯანმრთელობაზე, კარდიოვასკულარულ ჯანმრთელობაზე, მაშინ ჯობია, რომ აქცენტი უფრო თეთრი ფერის ხორცზე გავაკეთოთ. ქართული კერძების დამსახურებაა, რომელიც ძირითადად ხორცეულისგან შედგება და თავისას, რა თქმა უნდა. ალბათ სავარაუდოზე ბევრია დამოკიდებული. რა თქმა უნდა. ნუ სავარაუდოდ ეს შემდეგ უკვე როდესაც დიეტის სახით მიუმართავთ ამ ყველაფერს, ალბათ კლინიკური კვლევები და კონკრეტული დეფიციტები ორგანიზმში ვიტამინებისა თუ მინერალებისა უზრუნველყოფს იმის დადგენას, რომელი არის უმჯობესი რომ მივიღოთ. რაც შეეხება თევზს, თუ არის განსაზღვრული კონკრეტულად რომელი თევზი უნდა მივირთვათ აი ამ ხმელთაშუა ზღვისპირეთის დიეტის დროს? კონკრეტულად განსაზღვრული არ არის, მაგრამ თუ საშუალოდ უმეტესობა თევზეულის მიღება ულუფა შეადგენს სადაც 150 გრამს, იმ შემთხვევაში შედებთ ცხიმიანი თევზის მიღების ფონზე ორაგული, როგორც წარმოადგენს, ჯობია 80-100 გრამის ფარგლებში იყოს შედარებით ნაკლები. მომზადების წესსაც აქვს მნიშვნელობა. კი ბატონო. ბოსტნეულზე მინდა აუცილებლად რომ მკითხოთ ბოლო პერიოდში ამ სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეოებიდან ნათლად იკვეთება რომ აი მაგალითად თუ შევჭამთ ყოველი კვების წინ ჯერ ბოსტნეულს წონაში საერთოდ აღარ მოვიმატებთ. ეს მითია თუ რეალობა?
ჯერ გააჩნიათ საინტერესო მომენტი არის. აქ უფრო ისეთი მომენტი რა სიამოვნებს ორგანიზმსაც უნდა მოусმინოთ, მაგრამ კომბინაციაში მაგალითად თუ ვიღებთ ნახშირწყლებს ბოსტნეულისაგან და კომბინაციაში ცილოვან პროდუქტთან ერთად ვიღებთ, ეს ხალხსახად დადებითად დაისახება ჩვენ გლიკემიაზე, ანუ შაქრების მაჩვენებელს. ხო, როგორი დატვირთვა მოდის გლიკემიაზე და მაგას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, მაინც ისე ძირითადი კერძის მიღებამდე მივიღებთ ბოსტნეულს თუ მასთან ერთად. სასურველია იყოს ჩვენ რაციონში და ხმელთაშუა ზღვის დიეტაში ყველა ყვების დროს რეკომენდირებულია ბოსტნეულის მიღება. საუზმეზეც მათ შორის? მათ შორის. ხშირ შემთხვევაში, რაც შეიძლება ხშირად გამოყენებადი რო იყოს. მოკლედ მეგობრებო, როგორც წინა სტუმრის შემთხვევაში შეჯამება გავაკეთეთ, ამ შემთხვევაში ძალიან ბევრი კითხვა და კი, ერთი აუცილებლად მინდა რომ ბევრი კითხვა. ბოლო პერიოდში ესეც ძალიან გავრცელდა. კიტრისა და პომიდორის ერთად ჭამა არ არის რეკომენდირებულიო და რას გვეტყვით ამაზე? სისულელეებს უსმენ და ადამიანი არაფერი არ ჯობია კახურის ზეთი კიტრის და პომიდორის სავას უღრმესი მადლობა უნდა გითხრათ საინტერესო საუბრისთვის მართლა ამოუწურავი თემა არის და თან ისეთ რესპონდენტთან ერთად როგორიც თქვენ ხართ პირველად მომიწევ თქვენთან საუბარ და ძალიან საინტერესო იყო ისეთ თემებს შევეხებთ და მე მგონი მაყურებელსაც არჩევანის საშუალება მივეცით უამრავი სახის დიეტა ჩამოთვალეთ. შევახსენოთ მათ კიდევ ერთხელ რომ ვაჟა ვაჭარაძე ექიმი ენდოკრინოლოგი იყო დღეს ჩვენი სტუმარი და დიეტებზე ვისაუბრეთ.